აჭარის მთავრობის თავმჯდომარე არჩილ ხაბაძე თურქეთის რესპუბლიკაში ოფიციალურ ვიზიტს განაგრძობს. მთავრობის თავმჯდომარემ პირველი შეხვედრა ანკარაში თურქეთის მეჯლისში გამართა, იგი საქართველო-თურქეთის პარლამენტაშორისი მეგობრობის ჯგუფის თავმჯდომარეს შეხვდა. არჩილ ხაბაძემ და ჰუსეინ შაჰინმა ქვეყნებს შორის მიმდინარე და განსახორციელებელი პროექტები განიხილეს, საუბარი შეეხო აჭარაში მეჩეთის მშენებლობას. აჭარის მთავრობის ინფორმაციით პარლამენტაშორისი მეგობრობის ჯგუფის თავმჯდომარემ არჩილ ხაბაძეს მშენებლობისთვის ტერიტორიის გამოყოფა სთხოვა. მთავრობის თავმჯდომარის განცხადებით, ამ საკითხთან დაკავშირებით მოლაპარაკებები მიმდინარეობს და საბოლოო გადაწყვეტილება ურთიერთშეთანხმების გზით მიიღებენ. ართვინის გუბერნიაში ვიზიტად მყოფმა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ იშნის ტაძარი მოინახულა. თურქული მხარის განცხადებით, ისტორიული ძეგლის აღდგენითი სამუშაოების შესასრულებლად ტენდერი გამოცხადებულია და გამარჯვებულმა კომპანიამ რესტავრაცია 400 დღეში უნდა დაასრულოს. კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის აღდგენისთვის ართვინის ბიუჯეტიდან 1,100,000 ლირა იხარჯება. მთავრობის თავმჯდომარის ვიზიტის შესახებ ვიდეო მასალა აჭარის მთავრობის პრესსამსახურმა გაავრცელა. დღეს ფაქტი ფიქსირდება, რომ თურქულმა მხარემ იშხანის ძეგლთან დაკავშირებით დაიწყო რესტავრაციის ღონისძიებები, უკვე გაწეულია ტენდერი ჩატარებულია და 400 დღის განმავლობაში 1,100,000 ლირა დაიხარჯება. ჩვენ ზუსტად ამისთვის მოვედით და დავათვალიერეთ მიმდინარეობა სამუშაოების, ოდნავ შეჩერდა, მაგრამ გაგრძელდება. ანალოგიური იქნება ჩვენი მხრიდანაც. ეს შეთანხმება არის ზეპირი, არის ორმხრივი და სახეზე გვაქვს პირველი ნაბიჯი თურქული მხარისგან.